დაფუშული მომხმარებლის რაღაცა 100% რაღაც ხოვთები 100%-ს უყურებს, ცუდი არის რა, რაღაცნაირად გამოთვალა ის ციფრი, არ ვიცი, მაგრამ მიხვდი რა. ეგ არის ცუდი სიგნალი და შესაბამისად მეტა ამ რეკლამას უფრო დაბალხარისხიან ტიპებს ანახებს რა. რაც უფრო კარგი სიგნალები გაქვს, მით უფრო მაღალხარისხიან ტიპებს ანახებს რა. შესაბამისად მაღალხარისხიან ტიპებთან რომ მოდიხარ შენ უკვე რა. აქ ჩდება უკვე ბიდინგი და ბიდინგი არის უკვე ის მომენტი, სადაც შენ და შენი კონკურენტი ერთმანეთს პირობითად ეჭიდავებით, ვისი რეკლამა უფრო კარგი არის და ერთ კონკრეტულ ტიპას, ერთ პერსონაჟს მეტა ანახებს ამ რეკლამასაც, იმიტომ რომ ამ კონკრეტული ინტერესი გამოდის და ამ რეკლამასაც ანახებს და ამ რეკლამასაც ანახებს და უკვე უშუალოდ მას ადრეს გადაწყვეტილების მიღების შანსს თუ რომელ რეკლამას აირჩევს ეს და უკვე შენ რეკლამაზე არის აქ დამოკიდებული და ადამიანზე რომელზე გააკეთებს არჩევას, ხო? მაგრამ შენ სანამ ამ ადამიანთან მიხვალ და შენ თუ გინდა რომ კარგი ხარისხიან ადამიანთან მიხვიდე, ხო? მაშინ რეალურად უნდა იყო, ესე ვთქვათ, ოპტიმიზირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი კაი სიგნალი დააგროვო. რატო მოუწოდე მე ხოლმე ძალიან ბევრჯერ შეგხვედრიათ რა, ალბათ ვიღაცაებს რომ აი დააკომენტარეთ რაღაც, ანუ ეს არის რაღაცა წამოღებული თემა, სხვა ესე ვთქვათ მარკეტერებისგან, რაც ძალიან გაფუჭებული ტელეფონივით და რამდენჯერ შეგხვედრია ვიდეო, რომ სადაც ნუ იძახის რაღაცა გოგონა გეხვეწება, რომ ითხოვ დააკომენტარეთ თუ რამე კითხვები გაქვს და ანუ იმენ არავინ არ აკეთებს, გადაობ ხოლმე, მაგრამ ოკეი. არა კომენტარებს, მაგრამ ეგ თემა რა, კარგად თუ გინდა წარმოაჩინა, მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი კოუჩი არის, რომელსაც ძალიან ბევრი კომენტარებს ხოდა შორის და დაკომენტარულ ვიდეოზე ლაიქებიც მეტია, კომენტარებიც მეტია, ესე ვთქვი, შეერიც მეტია, CTR-იც უფრო კაი არის, click-through rate-იც უფრო კაი არის, bidding cost-იც კაი არის და კონკურენტებში რომ გადის იმდენად უნიკალურია და კონტრასტი იმდენად კარგად ქმნის, რომ მისი რეკლამა აი გიჟებით კონვერტირდება რა. და ესე მუშაობს საზოგადოებრივ. ერთადერთი რაც უნდა დაიმახსოვრა, რომ აი ამ მთელი გაკვეთილიდან ის არის, რომ პირდაპირ მნიშვნელობით იყავი ოპტიმიზირებული იმაზე, რომ სწორი სიგნალები მიეწოდა Facebook-ს, იმიტომ რომ Facebook-ი ნადირობს მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად შეიძლება გაართოს თავისი საზოგადოება, ისევ და ისევ თავის პლატფორმაზე, რომ ისინი არ გაიცნენ და დიდი ხანი უყურონ, სკროლონ და ასე შემდეგ რა. ანუ მაგაზე იყავი ოპტიმიზირებული, რაც უფრო sticky content-ის შექმენი რა. და შენ თუ გაინტერესებს და გინდა დახმარება მაგალითად შენი ბიზნესისთვის, რომ მსგავსი სისტემი ჩვენ ვიღაცა მოიფიქროს ისე, რომ შენ თითი არ გაანძრიო, სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი ხარისხიანად და ესე ვთქვათ, გემრიელად და კარგ ხალხთანაც თავარი არის, მაშინ შეგიძლია დაუკავშიროთ ჩვენ სააგენტოს